რომელი ბურთი მოგწე? წყალბურთი. წყალბურთი? გენაცვალე, ესე იგი შენ როგორი ბიჭი იქნები, იცი? აი მაგარი ჯანიანი და ესეთ მხარბეჭიანი და აი ნამდვილი ქართველი იქნები რა. აბა, ქართველები იყვნენ, ხო იცი ესეთი მხარბეჭიანები, მაგრები, აი ეს. აბა ვინ იყო ვახტანგ გორგასალი თუ იცი? გლისთავარო. გლისთავარო იყო იცი? ხო და ვახტანგ გორგასალმა რომელი ქალაქი აღმოაჩინა? თბილისი. ვახში. იცის ყველაფერი იცის. ხო და როგორ მოხდა ამ თბილისის აღმოჩენა? აბა მითხარი რომ ხოხბები დახოცა და ეს. ხოხბები დახოცა, ხო? და მე სად ჩავარდნენ ეს ხოხბები? წყალში. როგორ წყალში ჩავარდნენ? ცხელში თუ ცივში? ცივში. არა, ცხელი წყალი მოდიოდა იქ. იქ იყო, ესე იგი, ისა რა ქვია, გოგირდის წყლები იყო, ცხელი წყლები და იქ მოიხარშა ეს ხოხობი, იცი, რომელიც მოკდა და ჩავარდა და მაგიტო რა დაერქვა, რომელი ქალაქი იმას ხმეგო დაარსა გორგასალმა? თბილისი. და რატო ქვია თბილისი? აბა თუ იცი, იმიტომ რომ თბილ წყალში ჩავარდნენ ხოხბები. აუ რა მაგარი ხარ შენ რა. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ რა. და წყალბურთის ბურთი გინდა. როგორ ესე იგი წყალბურთის ბურთი უნდა გაჩუქო მე შენ, ერთიაც უნდა გაჩუქო, ერთს გაჩუქებ. მაგარ სათამაშო იარაღს. გინდა? ავტომატით 100 სიტყვი აქვს. 100 სიტყვით გინდა? კაი ბატონო და ესე იგი მაგარ იარაღი გინდა თუ ავტომატი? იარაღი, კაი, ესეთ ბურთი, იარაღი, კიდე რა გაჩუქო? აი ეს. კიდობანი? არა, ნიანგი. ნიანგი? ნიანგსაც გაჩუქებ, კაი. კაი, შევთანხმდით. ესე იგი შენ გიყვარს ცხოველები, შენ გიყვარს წყალბურთის ბურთი და საერთოდ ბურთი. თამაშობ ხოლმე ისე ფეხბურთს ეზოში, ბაღში თუ არა? ბაღში არ თამაშობ და ეზოში კი. ეზოში თამაშობ, ხო? ოღონდ სახლის ეზოში. სახლის ეზოში? ვის ეთამაშები ხოლმე? გაბრიელი და მარიამ.